ვისაუბროთ სტომატოლოგიასთან დაკავშირებულ მითებზე. პირველი, ორსულობის დროს სტომატოლოგთან ვიზიტი კატეგორიულად არ შეიძლება. ეს რა თქმა უნდა გახვალთ მითი, ორსულობის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რომ ჩანიშნოთ ვიზიტი ექიმ სტომატოლოგთან, იქიდან გამომდინარე რომ თავიდან აირიდოთ პირისხოს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესები და თუ გაქვთ კარიესი პირისხლში, მოახდინოთ მისი პრევენცია დაწყებით სტადიაში, რომ არ დაგჭირდეთ ენდოდონტიური მკურნალობა. მეორე, პირისხლოს სავლებს შეუძლია რომ ჩაანაცვლოს კბილების გამოხეხვა. ეს რა თქმა უნდა გახვალთ მითი, კბილის ჯაგრისი არის აუცილებელი იმისთვის, რომ კბილებიდან მოვაშოროთ ნადები, ამასში ვერაფრით ვერ დაგვეხმარება პირისხლოს სავლები. და ბოლოს შეგვიძლია რომ სხვა ადამიანისგან გადმოვინერგოთ კბილები, ისევე როგორც ატარებენ ორგანოების ტრანსპლანტაციას მაგალითად. ეს რა თქმა უნდა გახვალთ მითი, იმიტომ რომ კბილს აქვს ისეთი ანატომიური სტრუქტურა, განსაკუთრებით ფესვების მიდამოში, რომ თითქმის შეუძლებელი არის რომ ასეთი პროცედურა ოდესმე ჩატარდეს. თუ მოგწონთ მსგავსი ვიდეოები, არ დაგაუწყდეთ რომ დამილაიქოთ ვიდეო, აუცილებლად გამომყევით მეტი ინფორმაციისთვის და თუ გექნებათ კითხვები, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. დროებით.